მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო, ტაროს კუთხე არის ჩემი გვერდი, პირადი კონსულტაციები არის ფასიანი მაისისთვის. ჯერჯერობით არ დასრულებულა, კიდევ გაქვთ დრო, რადგანაც 3 რიცხვში იქნება წმენდები, რომ იცოდეთ, ვინც ჩაწერილი ხართ, ეს საერთო წმენდები თანხა არ არის მითითებული, შეგიძლიათ ისარგებლოთ. დაგვიანებული მაყარებით ვინც ახართ, აი 3 რიცხვამდე შეგიძლიათ რომ მოასწროთ. რა თქმა უნდა, ყველასთან განახლდება, ვისთანაც სამუშაო მაქვს, იმიტომ რომ ესეთ რო გამოაცხადებ, მე შემოდიხართ და ინდივიდუალურ წმენდებით ვინც ახართ მეკითხებით, ამიტომ მოთელვის ეტაპი, რა დროს უნდა შევჩერდი, ამას მე თვითონ ვარეგულირებ, ჩემო კარგებო, 3 რიცხვიდან ოფიციალურად ყველასთან, ვისაც დასამთავრებელი მაქვს ივნისის თვეში, ყველასთან დასრულდება აბსოლუტურად ყველანაირი სამუშაო, რომ იცოდეთ თავის დაცვებიანად. კიდე რა მინდოდა რომ ხო, იმიტომ რომ ამ აივნისის შემდეგ გამოვაცხადებ, ხო, ის დიაგნოსტიკის ვისაც გეკუთვნით ჩემი სამაჯურები, აუცილებლად უკვე შემდეგ დამზადდება წმენდები, შემდეგ ეს სამაჯურები, ვინც დიაგნოსტიკები გაიარეთ, რომ იცოდეთ. და რა თქმა უნდა, თქვენს გამოაცხადებთ მე რა, სად უნდა გამოიგზავნოს მისამართიც დამჭირდება. ამიტომ ვინც მწერთ ჩემთან რა ხდება ქალბატონი ნინო და მოსმენილი გაქვთ ეს ინფორმაცია, უნდა გაითვალისწინოთ ესეთნაირად, რომ ხდება ის, რომ თუ ჩერდები, ყველასთან ჩერდები, ესე იგი. თუ მუშაობ, ყველასთან მუშაობ. ნუ ახლა გამონაკლისი ერთეულები, რომელიც ძალიან სასწრაფოა, ესეთი არ მყავხართ ამ წუთში არც ერთი. კარგით, ვნახოთ რა ხდება. რა ხდება? აქ არის გარდაქმნა. გარდაქმნა ერთი ნახეთ, მე არ ვამბობ რომ თქვენ აქ სუსტი ხართ, რა თქმა უნდა, აქ წამყვანი ქალბატონი, ლიდერი ქალბატონი მისმენს, გაშლა არის ისეთი ტიპაჟისთვის, ვისაც შეუძლია ლიდერობა, ვისაც შეუძლია წამყვანობა, ან შეიძლება მრავალშვილიანი დედა ესეც იყოს კი ბატონო, მაგრამ ძლიერი ვერ ვიტყვი რომ მანდა მაინც კაცზე და ქმარზე დამოკიდებული. ყოველ შემთხვევაში, ნუ დავუშვათ ახლა გამონაკლისიც, მაგრამ აქ არის გარდაქმნა ერთი ეტაპიდან მეორე ეტაპზე ის რომ კი თქვენ ბუნებრივი ეს დაცვა, სიძლიერე, ეს რაღაც ჩარმი, შეიძლება ვიღაცას აქ რაღაც ისეთი თვალებზე მაქვს აქცენტი ამ ეტაპზე რატომღაც ან ციმციმა თვალები გაქვთ, ან წყლიანი თვალები გაქვთ, ან შავი თვალები გაქვთ, ან გამჭოლი მზერა, რაღაცა ესეთი ტიპაჟი ბევრთან წამოვიდა, ესეთი რაღაც ენერგია, ხო? სხვათა შორის ასევე ვიტყოდი შესაძლებელია ცოტა გამოირჩევით კიდეც რაღაცით გამოირჩევით, მოდი ასე ვთქვათ, ხო? ან რამდენიმე ადამიანთან ერთად რო ჩადგებ, შეიძლება სილამაზით, შეიძლება თქვენი პროფესიით, შეიძლება თქვენი ქარიზმით, რაღაც გაქვთ ის იდუმალი მომხიბვლელობა. ესეთი ტიპაჟის ქალბატონი მყავხართ და ეს არის გარდაქმნა უფრო მეტ ნაყოფიერებაში, უფრო მეტ სიძლიერეზე. შესაძლებელია რაღაც იყო ისეთი ეტაპი, რომ ცოტა სისუსტეს გრძნობდით, აღარ შემიძლია მეტი შეიძლება, ან რაღაც გქონდათ ისეთი მომენტი, რომ აი სისუსტე უფრო მე ვერ ვიტყვი, რომ არ შრომობდით ან არ აკეთებდით. კი, აქ იყო, მაგრამ არის, რომ აი ცხოვრების რეჟიმს როცა მიყვება ადამიანი და ეს ცხოვრების რეჟიმი არის, როგორც იცით, გინდა არ გინდა, უნდა წაყვე რა, უნდა გააკეთო, უნდა წახვიდე სამსახურში, უნდა შეჭამო, უნდა ადგე, უნდა დაალაგო, დაასუფთავო რაღაცა, მაგრამ მეტი სხვა მანდამაინც ვერაფერს ვერ ვიტყოდი. აი აქ უკვე ამ ეტაპზე ზუსტად ცხოვრების მარტო რეჟიმი და რიტმი არ არის, აქ არის გარდაქმნა, უფრო მეტ ნაყოფიერებაზე, მაგრამ ეს იქნება სწრაფი სხვათა შორის, აი სწრაფი მოქმედებით შეიძლება აქ ბევრ თქვენთაგანთან დაფიქსირდეს ხო, დაფიქსირდეს ესეთი რაღაც ნახეთ, როგორი რაღაც იცით, სხვათა შორის შრომის მოყვარეობა აქ თქვენ გახასიათებს, სიმტკიცე, არ არის გამორიცხული, რომ ასევე აქ იყოს ვიღაცასთან რაღაც სამშენებლო, სარემონტო, ესეთი რაღაც სამუშაოები, ხო?
აუცილებლად ეს ყველაფერი გამოგივათ, მაგრამ არის რაღაც დაუღალავი, თქვენ დაუღალავი ენერგია, შეიძლება რამეში ცნობის მოყარეობამ შეგიპყროთ, აი ხომ არის, ან მუზა მოვიდა თუნდაც, ნახეთ, ადამიანებს ზოგჯერ სჭირდებათ ისეთი გარემო ან რაღაც სხვა, რომელიც ამ ადამიანს მისი სულიერი საზრდო არის. მოდი ასე ვთქვათ, ახლა ძირითადად ეს ხელოვან ხალხს ახასიათებს, მაგრამ არიან მაინც ადამიანთა კატეგორიები, ერთი რაღაცით ვერ შემოიფარგლება, ხო, დაუშვათ, სჭირდება დაუშვათ დახატოს თავის პროფესია, შეიძლება მოსამართლე იყოს ან რა ქვია სხვა დიზაინერი იყოს, მაგრამ შეუნდა რომ აი დაუშვათ ხატვაშიც გამოვლინოს თავისი უნარჩვევები, დაუშვათ შეიძლება ლექსებს წერს ეს ადამიანი, შეიძლება როგორ არის იცი, აი თუნდაც ყვავილებს უვლის, ბაღს უვლის, ეს არის სულიერი მოთხოვნილება, იმიტომ რომ მისი ენერგია, ნახეთ, სულიერი მოთხოვნილება, აი ჰარმონია რო მოიპოვოს რაღაც საკუთარ თავთან ეს დამატებითი, მოდი ასე ვთქვათ, შეთავსებითი საქმიანობა, რომელიც სხვათა შორის შესაძლებელია აქ სულ კიდე განვითარების პროცესი რომ არის ადამიანი. ეს არის ადამიანი, მე ვიზე მაქვს საუბარი და ეს გარდაქმნა ხდება. ნახე, ეს ენერგია თუ თქვენში ცოტა მიძინებული იყო ან აღარ შეგეძლოთ, ხო? აი ზუსტად უკვე მოხდა ცვლილება, დასრულდა, თითქოს გამოდიხართ კომფორტის ზონიდან. შეიძლება ის მომენტი იყო, რომ ვიღაცა ხო დავისვენებ და ძალიან უკვე ჩაჯდა კომფორტის ზონაში, ისე რომ სულ დასვენებულია. კი, მიყვება ცხოვრების რუტინას, მაგრამ მეტი განვითარება არ არის, ხო? აი აქ ზუსტად აი ეს ნახეთ ენერგია, დაუღალავი ენერგია მოდის. დაუღალავი ენერგია. ასევე ვიტყოდი, შეიძლება რაღაც განვითარებასთანაც იყოს აქ საქმე, შეიძლება რაღაცა შეისწავლოთ, ან იმდენად ცნობის მოყვარე ხართ, იმდენად ეს როგორ არის, იცით, ინფორმაციის სურვილი კლავთ და გინდათ და ცნობის მოყვარე ხართ, არ არის გამორიცხული რაღაც ისეთი რამე აღმოაჩინოთ, რაც კიდევ უფრო მეტად განვითარებისკენ წაგიყვანთ. კი. აი ზუსტად ეს არის. მე აქ ვიტყოდი, რომ თქვენ ამას მოახერხებთ, აქ ზუსტად ინფორმაცია არის ეს, ფინანსები არის ეს, რაღაცის დაგროვება, რაღაცის შეგროვება, რაღაცის გაკეთება. აი ზუსტად ამ პოზიციაზე გადადიხართ სხვათა შორის, ასევე არის რაღაც სიუხვე, თუმცა როგორ თავდაჯერებულობაც გემატებათ, რა თქმა უნდა, ისედაც ხართ, მაგრამ კიდევ უფრო მეტი თავდაჯერებულობა მოდის აქ. ლიდერი, აი განსხვავებული რაღაც განსხვავებულადაც იგრძნობთ თავს, ხო? თუმცა ეს ყველაფერი რა თქმა უნდა ხდება ძალიან დიდი მოთმინების ხარჯზე. აქ არ არის ის მომენტი, რომ ადვილად არ მიგიღწევთ ამ ყველაფრისთვის, მაგრამ აქ არის მიღწევა დიდი მოთმინების, დიდი შრომის ხარჯზე, რა თქმა უნდა, მაგრამ რა თქმა უნდა არის ეს ყველაფერი, ხო? ნახეთ, ასევე ვიტყოდი, რომ შესაძლებელია აქ თქვენ იმდენად ხანდახან რაღაც არის მომენტები, რომ დამწუხრებული ხართ, შეიძლება იმედგაცრუების ღალატის რაღაც არის ცოტა გულგატეხილი ვარიანტიც, მაგრამ გამოდიხართ ამ მდგომარეობიდან. აქ პირდაპირ შანსები გეძლევა, თქვენ ამ წუთში შესაძლებელია ვერ არჩევდეთ ან ვერ ხვდებოდეთ ან რაღაც თავს არიდებდეთ, უფრო მე ასე მგონია, რომ აი თავს არიდებდეთ როგორ არის იცი, ამ ტკივილზე ყურადღების გამახვილებას, როგორ სწორად თქვი ეს წინადადება, აი რაღაც რო ტკივა, არ გინდათ ამას ყურადღება მიაქცევთ, ხო? გინდათ რომ გადაიტანოთ. აი ზუსტად ეს მომენტი თქვენ გამოგდით, გამოდიხართ ამ ყველაფრიდან, ამ ტკივილიდან შანსები გეძლევა, ჩემო კარგებო. აქ ორი შანსი მაინც არის უკვე. ორი შანსი. ის კი არა რომ დაუშვათ შანსი არ არის, ან ერთი რა, არა. ორი შანსი ზუსტად ვიცი 100%-იანი რომ ნამდვილად მოგიცემათ თქვენ რომ ეს ტრანსფორმაცია აი ზუსტად ამ ნაყოფიერებაში გადახვიდეთ, აქ რაც მიფიქსირდება ახალი იდეები მოდის სხვათა შორის, რაღაცა მომენტალური მოფიქრება, მომენტალური გადაწყვეტილება. აი როგორ არის, იცი, იტყვით გააკეთე, ბრახ გააკეთეთ, იტყვით რაღაცას მოიფიქრებთ, გააკეთეთ. აი სულ მატებაში გადადიხართ, უკვე ესეთი ვარიანტი არის. აქ ესე იგი რა წარმატება მაშინ წარმატებაზე არის. აქ რა პოზიციაზე ხართ, ხო? აი სად ხართ და სადმე საქამდე მიდიხართ. აი აქამდე მიდიხართ, ჩემო კარგებო. სხვათა შორის აქ არის ისეთი რაღაცა, რომ აი თქვენთან მოხდება ის ვარიანტი, რომ აი ყველაფერს ერთმანეთს დაუკავშირებთ, ყველაფერს ერთმანეთს შეაკავშირებთ თითქოს, ეს მომენტიც არის კი. და მერე
მერე ხო, გზების გახსნა. კი ბატონო, ის რაც თქვენ ამ დაკავშირებით, ამ რაღაცა ნახეთ, ამ ყველაფრით რაც ჩამოვთვალე, ამის გამეორება ახლა არც ასეთ რომ არ შემიძლია, იმიტომ რომ მთელი ენერგია რაც წამოვიდა, იქიდან ვლაპარაკე, ნახეთ, ჩემშიც წამოვიდა რაღაც ენერგია თითქოს, აი ესეთი ენთუზიაზმით გადმოვეცი. ხო ეს ყველაფერი. აი თქვენ თუ თვლიდით რომ რაღაც არ გამოვიდა და რაღაც იყავით ისეთ პოზიციაზე, პირიქით, ესე იგი აქ ზუსტად გზების გახსნა, ოღონ სწრაფი ცვლილება. თუ იყავით გამოვალ მდგომარეობაში, თუ არჩევნის გაკეთება, თუ იყავით რაღაცა დაბნეულობა, აი ამ მომენტებიდან გამოდიხართ სხვათა შორის, მაგრამ მარტო ახერხებთ ამას აქ. ხო, ყველაფრის აი განულება, გასუფთავება ამ ძიმე ენერგიებიდან, ილუზიებიდან განთავისუფლება, თუ კი რაღაცას ისე ფიქრობთ, რომ ეს რა ქვია, შეიძლება როგორ არ ვიცი, მე კი ვფიქრობ ასე, მაგრამ კი აქ არის რაღაც ისე, რომ შეიძლება ეს უბრალოდ ჩემი ნაფიქრალია, ჩემი ოცნებაა, ჩემი რაღაცა. არა, ეს არ არის ასე, ეს არის აი მაგ ილუზიებიდან თავისუფლდებით, ზუსტად მაგ დაბნეულობიდან რაც იყო, აი მაგიდან გამოდიხარ და ეს არის სწრაფი განვითარება, რაღაც აი მომენტალურად დაჩქარებული ვარიანტით, თუ ამდენი ხანი ესე გაჩერებული იყო და მომენტალურად გათანდა და სხვა დღე არის. სხვა ადამიანი ხართ, სხვა პიროვნება ხართ, გუშინ თუ დაუშვა ძილი გინდოდათ და ჭამა გინდოდათ, მაგრამ და ძილი დღეს უკვე ხართ ენერგიულად, ვარჯიში გინდათ, გარეთ გინდათ, გახვიდეთ, ირბინოთ გინდათ, იყვიროთ გინდათ, იცინოთ გინდათ, იმხიარლოთ გინდათ, იცეკვოთ გინდათ, ჩაიწვათ, გამოიპრანჭოთ გინდათ, აი ყველაფერი გინდათ, სიცოცხლე გიხარეთ, რაღაცა ამ პოზიციაზე გადადიხართ შემოკარგები. ძალიან კარგი, კარგით. ნახოთ კიდე მაშინ რა სიახლოვე წარმატება შემოდის თქვენთვის, კი ეს განთავისუფლება ხოთ კიდე. სწორი მიმართულება, კონკურენტუნარიანი. ნახეთ, აქ სხვათა შორის რაღაც ისეთი ის გექნება, შეიძლება ძალიან გადაწყვეტილი გრაფიკი იმ მიზნით, რომ აი დროში რომ უნდა ჩაჯდეთ, ხო, რაღაცა დღეს ეს ყალის სხვადასხვანაირი, მაგრამ ეს არის ასევე პრობლემების გადასალახი მომენტი. ამ გადაწყვეტილი გრაფიკით თქვენ რაღაცა ერთი პრობლემა გადალახეთ, ერთი ეტაპი გადალახეთ, არ ვიცი ის პოზიციიდან გამოხვდი, არ ვიცი რა იქნება, ის იქნება, ქაოსიდან გამოხვდით. ნახეთ, თითქოს ნაბიჯ-ნაბიჯს აკეთებდით და ბრახ უცებ მოწესრიგდა. აი ეს როგორ უნდა გითხრათ? აი მომენტალურად რაღაცას წვალობთ ნაბიჯ მიდიხარ და უცებ მოწესრიგდა, უცებ მოგვარდა, უცებ რაღაცა მოხდა, აი ესა სწავლი, ხო? ასეთნაირი არის, აი წვიმე არ ომიყოს უცებ გარეთ და 2 წუთში მზემ გამოანათოს. აი ესეთი რაღაცა ხდება, თუ შემოკარგება, ესეთი ცვლილებები იქნება თქვენთან, ისთვისაც ეს გაშლა არის, მანახე კიდევ რა იქნება. თქვენ თვითონ გაგიკვირდებათ, რატომ ახლა გეტყვით, იმიტომ რომ აქ ეტყობა ძალიან მართლა იყავით იმ პოზიციაზე, თვითონ აფერხებდით საკუთარ თავს, თვითონ ხევდით უკან. ხო, სხვათა შორის ძალიან დიდი პრობლემები მოაქვს ზუსტად იმ მდგომარეობას, როდესაც ადამიანი არის იმედია, რაღაც დღეს ძალიან ჩქარავ საუბრობთ და მეწევით აზროვნებაში. იმიტომ რომ მე ხედავ და ვამჩნევ იმას, რომ ვერ გებულობთ რას ვამბობ. ეს იმას ნიშნავს, რომ ვერ გაიგეთ, ვერ მეწევით აზროვნებაში, ამიტომ უნდა მოისმინოთ რამდენჯერმე, რომ გაიაზროთ, რას ვამბობ. კი არ გამოიტან დასკვნა გასო, გაიაზროთ, რას ვამბობ. აი აქ ზუსტად ის მომენტია, რომ თქვენ თვითონ აფერხებდით თქვენს თავს, რას ნიშნავს ეს? მე რევიზა, ვაიმე არ გამომივა, ისე რო იყოს, ასე რო იყოს და ეს არის ყველაფერი ნეგატიური მუხტი, რაც არ გამოდის საქმე, არაფერი არ გამოდის, რა ვიცი. ეხლა კი გინდოდათ, რომ ეხლა ეს დალაგებული ვიღაცა მოვა, დაგილაგებს მეგობარი მოვა, ის არავინ არ მოვიდა, არ დაგილაგა სახლი. რა გამოვიდა? თქვენც არ დაალაგეთ და კი ხართ ესე რო თქვა შეჩერებული, ხო? და შემდეგ რომ მოიბრუნეთ პირი, ეს დანგრეული სახლი ისე მოქმედებს თქვენზე, რომ გაგიფუშტათ ნერვები, მოგეშალეთ საერთოდ ხარ და დაჯუჯღუნებული და ასე შემდეგ. ამიტომ აი ზუსტად მაგ პოზიციიდან გამოდიხართ სხვათა შორის. აქ როგორ არის სწრაფი ცვლილება, სწრაფი გარდაქმნა, გზების გახსნა, დაბლოკილი გზების გახსნა. აი ეს გშორდებათ, ეს ძალიან კარგი არის უკვე. თქვენ თვითონაც გაგიკვირდებათ სხვათა შორის. მე აქ ვიტყოდი, რომ შეიძლება ვიღაცა მაგიიდან თავისუფლდება, ბევრთან ესეთ რაღაცაც არის, კი ბატონო. კარგით ნახოთ. მომენტალური შანსები მოგეცემათ, შანსები, რომელიც უნდა გამოიყენოთ. ნახეთ, ეს არ არის ის მომენტი, რომ
რაღაც არა, თქვენ უნდა იყოთ ყურადღებით, აი რა შანსი მოგეცა. შანსი რას ნიშნავს? ახლა ერთ რაღაცას გეტყვით. ვიღაცასთან გამოჩნდა დავუშვათ სამსახური, შეხედეთ და არის დავუშვათ ახლა 200 ლარიანი სამსახური, ვიცი ჩვენ არავის არ ყოფნის და რა სისულელია და ახლა შეიძლება წამოვიდეს ესეთი კორიანტელი რა არა, ეს არის შანსი. თქვენ ამ შემთხვევაში უნდა მიუდგეთ ასეთ ვარიანტს, რომ ეს არის შანსი, უნდა გამოიყენოთ. იმიტომ რომ ამის შემდეგ რაღაცა კიდევ შეიძლება. ყველანაირი შანსი უნდა გამოიყენოთ. აი შანსები ჩანს, აი ეს გეძლევათ აქ თქვენ. ვიღაცა გამოჩნდა დავუშვათ და გეუბნებათ რომ იცი რა, მე შემიძლია დაგეხმარო თქვენ. არა, მაგაში არა, მე ის მირჩევნია, ეს მირჩევნია რაღაც ასე. არა, თქვენ ის უნდა გამოიყენოთ, რაც გეძლევათ. და ამაში უნდა გამოხატოთ, ნახეთ, ისე უმადლიერება. და შემდეგ უკვე სამყარო ამას როგორ დაინახავს, იცი, აი, მადლიერია, ეს ნახე, გამოიყენა. კი, საჭირო, მოდი აკა უფრო მეტი შანსი მივცეთ ამ ადამიანს, რას იზამს. და უკვე გაიხსნება გზები. მაგრამ თქვენ რო ეს არ გინდა, გადაირეს, ამაღობა რა გინდა. ხო და მაშინ მოდი ამასაც არ მოგცემ, ნახეთ, ამასაც არ მოგცემ და ერთი რა პარას იზამ დაგინახავ. ხო, ესე მუშაობს სამწუხაროდ. რაც არ უნდა გაგიკვირდეთ, ესე მუშაობს. ამიტომ აქ თქვენ ის კი არ უნდა გქონდეთ ამბიცია და პრეტენზია და რაღაც არა, ეს უნდა იყოს შანსი, რომელიც უნდა გამოიყენოთ. რაც გეძლევათ. როგორიც გეძლევათ. როგორიც გეძლევათ, კი ბატონო. და აქ არის როგორი რაღაც იცი ძალიან აი ესე პატარ-პატარა და კაი დიდი მსუყესრული პატარ-პატარა სრულები და მე შესაძლებელია ეს იმდენად ნახეთ. მოდი ეს ერთ რაღაცას გეტყვით ახლა სასწორზე დავდოთ. აქეთ ამ მხარეს ქვიშა და იქეთ ამ მხარეს დიდი ქვა. ხო, ესე ქვა და აქეთ ამ მხარეს აი ამაში რო ყრია ახლა ესენი ეს მარცვლები ესეთი ისა რა ქვია ქვიშა. ხო? და წონით შესაძლებელია ესე გამოვიდეს, რომ ამან უფრო მძიმე იყოს და დაწონოს ესასწორი, აი ესე რო იყოს. და ესე გამოვიდეს, ხო? ამ შემთხვევაში რა გამოვიდა, ნახეთ, შანსები, ის პატარ-პატარა სურვილები, რომელიც აქ არის, გამოვიდა და ერთი კაი მსუყე ბოლოში რაღაცა გამოგივიდათ, ნაბიჯი გადადგმული, ხო? აი ამას ნიშნავს ეს ყველაფერი თუ ახსენი ახლა გასაგებად. ამის შემდეგ რა იქნება ამ შანსების შემდეგ? არა, სურვილების ასრულება, მე ასე გითხარით, ხო? სურვილების ასრულება. კი ბატონო, თავს იგრძნობ ძალიან ნაყოფიერად, მაგრამ იგივენაირად იმას ქნა ეს. იცით რა არის? რას დარდობთ ასე ვერ გავიგე. არა. იდეებია რაღაც არ ყველაფერი გამოგივათ აქ მე გეუბნებით აქ გეძლებათ თქვენ შანსები და ხალხ ყურადღებით და გამოიყენეთ არაფერზე არ თქვათ უარი თუ შემოგთავაზებენ ერთ ჭიქაყავას კი ბატონო დიდი მადლობა უღმეს მადლობა ხვალ უკვე ორ ჭიქა შემოგთავაზებენ ზეგ უკვე კოქტეილი შემოგთავაზებენ მასზე უკვე შესაძლებელია ისე წავიდეს საქმე რომ თქვენ შეთავაზოთ და თქვენ დაპატიშოთ გამიგეთ რისი თქვა და დაგემშვიდობებით გისურვებთ წარმატებებს იმედია გაითვალისწინებთ ვიცი რომ ბევრი ითვალისწინებთ ბევრი ვერ გებულობთ ამიტომ უნდა მოისმინოთ უნდა კარგად იმიტომ რომ ნახეთ ზოგჯერ არის რომ გონება გაგეფანტა ვიღაცამ დაგელაპარაკა ანუ ვერ გაიგე უბრალოდ რა ვთქვი და ამიტომ ჭირდება რამდენჯერმე მოსმენა რომ გაიგოთ რას როგორ ვამბობ დანარჩენი უკვე თქვენ უნდა განავრცოთ დაგემშვიდობებით გისურვებთ წარმატებებს